ყველამ დაინახა, რომ საკავშირო ხელისუფლებამ არ იცის როგორ უპასუხოს ვალდეისპირელებს. ჩვენ ჯერ კიდევ ბოდიში და ჭურში ვზივართ, აქ შიგდით გვაქვს ერთმანეთში საქმეების გარჩევა, ჩვენი ცეკა განსხვავებით ვალდეისპირელებისაგან უკიდურესად საბჭოთა კონსერვატულია და სათავეში არიან ხალხი, რომელსაც დიალოგის სიტყვის გაგონებაც არ სურს. ჩვენ ჩამორჩებით პროცესებს, მაგრამ ეს ჩამორჩენა ჩვენთან იწევს რადიკალიზაციას. თუ იქ მოძრაობის სათავეში ბალტიისპირეთში მოდიან ინტელიგენცია, ტექნიკურის და შემოქმედებითიც ისინი დგებიან დამოუკიდებლობის ბრძოლის სათავეში, მიუხედავად იმისა, რომ არიან დისიდენტები, რომელსაც 20-25 წელი და 30 აქ გატარებული საბჭოთა ციხეებში მერე გავიცანი ეს ხალხი. და ისინი ძალიან რადიკალები არიან, მაგრამ ეს ხალხი ამ დამოუკიდებლობის მოძრაობას უდგას სათავეში ინტელიგენცია. საქართველოში რა ხდება? ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, რომ ესეთი იქნა პირველი ორგანიზაცია იყო, რომელსაც საჯაროდ გამოცხადდა და ჩვენი ინტელიგენცია იქ არ გაერთიანდა, შეიქმნა რუსთაველის საზოგადოება, რომელიც იყო ცეკას პროექტი და იქ გაერთიანდა. ყველა საპირწონედ შეიქმნა და მახსოვს ლიტერატურულ საქართველოში გამოქვეყნდა წერილები შოთა რუსთაველის საზოგადოების. მერე კი ბრძოლა წავიდა და შოთა რუსთაველის საზოგადოების სათავეში მოხდა აკაკი ბაქრაძის გაყვანა, მაგრამ ფაქტი იყო ის, რომ ჩვენი ელიტა, განსხვავებით ბალტიისპირული ელიტებისაგან, უფრო ხელისუფლებასთან კარგად ყოფნას ამჯობინებდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა